დილა მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ძალიან ბევრი კითხვები წამოვიდა. ერთ-ერთის, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს YouTube-ზე, ეს არის შალვა, ვიღაცა, რომელსაც ასევე ჩართვა უნდა რა და შალვა თუ გინდა ჩამერთი, არ ვიცი, ხა თუ ნახავ ამ live-ს, შეგიძლია ჩამერთო. თამარ, რატომ ეხვეწები ხალხს, რომ გააზიარეთო? წადი იმ ადგილას, წაიყვანე შენი მეგობრები და გვაჩვენე ის ადგილი და ღამე კონკრეტული ფაქტი გვაჩვენე, რომ თამარის საფლავი იპოვე და რა შუაშია ქოცებისა და ნაცების დაპირისპირება თამარ უკაცრავად, მაგრამ ფაქტები გვაჩვენე, ფაქტები. შენ რას ყვები, ნიშნავს, რომ შენ ხარ ის განდობილი, ვინც წერილი მიიღო, მაშინ გაზიარებას რომ ითხოვ, გამოდი გარეთ და გვაჩვენე ფაქტი. მოკლედ ფაქტი გვაჩვენეო რა და შალვა, მოდი ახლა გაგცემ პასუხს, შენ კიდე ბევრი რაღაცეები მკითხე იმ კონკრეტულად ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, თამარის საფლავი ვიპოვე თუ არა და განდობილებმა როგორ მომცეს მე წერილი და ასე შემდეგ რა და მოდი გაგცემ პასუხს რა, რომ ახლა ვეკითხი. ესე იგი, შენგან განსხვავებით და იმ ხალხისგან განსხვავებით, რომელმაც ეს წერილი გადმომცა, ჩემს გარდა იქ არავინ არ ყოფილა. მე გულისხმობ შენგან განსხვავებით, ჩემ მაყურებლისგან განსხვავებით და იმ ხალხისგან განსხვავებით, რომელმაც ეს წერილი გადმომცა, იმ ადგილზე არ ყოფილა. ეხლა გეტყვით რატომ? როდესაც ეს წერილი მივიღე, ამ წერილში კონკრეტულად დაახასიათებული არის ვითარება, როგორ არის შესაძლებელი თამარის აკლდამაში. მაგრამ ამ წერილის მიღების შემდეგ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, როგორ უნდა შევიდეს თამარის აკლდამაში და სად არის კონკრეტულად ეს ადგილი. ეს წერილი, როდესაც გადმომეცა, ავედი უშკულში, სწორედაც ჯერ ჩემი მეუღლისა და ჩემი შვილების თანდასწრებით, რომელზეც მეუბნები, რომ შენ შვილებზე იზრუნეო და ამ სისულელეების თქოს თავი დაანებეო. გეტყვი, რომ ჩემ შვილებზე ძალიან კარგად ვზრუნავ, არაჩვეულებრივად არიან ისინი მოვლილი ჩემგან, გაიკითხე ჩემ შვილებზე, თუნდაც სკოლაში, თუნდაც მეგობრებში, საუკეთესო შვილები მყავს, საუკეთესოდ იზრდებიან, საუკეთესო აღმზრდელობითი მეთოდებით, რომელიც შევისწავლე გერმანიაში, ასევე და შენ ნუ დარდობ ჩემ შვილებზე, როდესაც ისინი ყურადღებას მოითხოვენ, მე როდესაც ლაივში ვარ, კარგი? მეორე ის, რომ ვიყავი მე ასული. ამ წერილის მიხედვით 4 ეკლესია არის უშკულში, 4-ვე არის კლდეზე დაშენებული, ერთ-ერთი არ არის მხოლოდ კლდეზე დაშენებული და იმ მონაცემების მიხედვით, როგორი აღწერილობაც იქ არის, მინიშნებებით, ხვდები, ისი არ არის, რომ დაღიჭილი პირში ჩაგიტონ განდობილებმა გასმის, მინიშნებებით იქ წერია და იმ კონკრეტული მინიშნებებით, რომელსაც მხოლოდ გონი მოიაზრებს და გონს შეუძლია ამის აღქმა, გონი, რომელიც სულიწმინდასთან არის დაკავშირებული, მიმიყვანა ზუსტად იმ ადგილზე და სხვათა შორის თუ არიცი შენ და არც სხვებმა არიციან, ალბათ იმიტომ რომ უშკულში რომ გავაჟღერე იქ ყოფნა, არ ვიცი შენ ნახე თუ არა ეს ლაივი, მეგობრებთან ერთად ვიყავი, რომელ მეგობრებთან ერთად? ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობრებთან ერთად, რომლებიც წამომყვნენ, გესმის? შენსავით და სხვა მსმენელივით სახლში არ დარჩნენ. იქ იყვნენ ასევე სხვადასხვა ადამიანები, რომელსაც წამოსვლასული და ვერ მოუხერხდათ. აქედან გამომდინარე, მე ვიყავი მისული ადგილზე. გავისაუბრე ამ ხალხს, რომელი ეკლესიის პატრონიც გახლავთ ნიჟარაძეები, გავიცანი ნიჟარაძეები, ქალბატონები და ბატონები და რომ დავაწყენი იმის არ იყოს თამარ გაგაძე, რომ იქნებ ლამარიას ეკლესიაში არისო და არა მაცხოვრის ეკლესიაშიო. ხალხო, მე საკითხი რომ არ გამომეძია ძირეულად, ხო? ანუ თქვენ მართლა გიჟი ხო არ გონივართ, რომ მე ამას ესე საჯაროდ გავაცხადებდი არა? დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თამარ მეფის აკლდამაში შეგიყვანთ. მე შეგიყვანთ. მაგრამ გეტყვით ახლა იქ რა ვითარება დამხდა. როდესაც მე ქალბატონი ქეთევან ნიჟარაძე გავიცანი და ნინო ნიჟარაძე მგონი სახელების სწორად მახსოვს,
გავიცანი იმ ეკლესიაში წირავდნენ, პატრონები არიან და რაღაცა დროის მანძილზე ხსნიან ამ ეკლესიას და ვიყავი ვესაუბრე. და ამ ქალბატონების საუბრის შემდეგ დაფიქსირდა ერთი რამ, ეს ადამიანები, ეხლა ვიღაცა ჩვეულებრივად არ ვიცნობ მოსულს. იმის უფლებას არ მისცემენ, რომ იქ რაღაცეები უთხრა და რაღაცეები შესასვლელები ვაჩვენო, გესმის? მაგრამ ერთადერთი რაც დაფიქსირდა ის, რომ ილია მეორეს მრევლში არიან ესენი. ილია მეორის მიმდევრები არიან თუ მრევლის წევრი არიან, ხო? ანუ მათი წარმომადგენლები არიან ეს პირები, ვინც იმ ეკლესიას პატრონობს. და თუ ილია მეორე იქ არ მივა, იქ მამაჩემიც რომ ამოვიდეს საფლავიდან და მივიყვანო და ვინც არ უნდა მივიყვანო, რამდენი მეგობარიც არ უნდა მივიყვანო და რამდენი ხალხიც არ უნდა მივიყვანო, ხო? იქ კარს არ გაგვიღებენ ჩვენ. იქ არავინ არ დაგაწყებინებს შენ იმ აკლდამის გახსნას. არ დაგაწყებინებს. და ფაქტები მაჩვენეო, რომ მეუბნები ძალიან სუსტი მოაზროვნე ხარ რა. ფაქტები როგორ გაჩვენო თუ ის აკლდამა არ გაიხსნა. მე გეუბნები იმ აკლდამაში შეგიყვან. და იმისათვის რომ შეგიყვანო, ილია მეორეა საჭირო, რომ იმ ხალხს უთხრას, რომ აიხლა უნდა გავხსნათ თამარ მეფის აკლდამა, უკვე დროა. ის ხალხი ილია მეორეს ეყრდნობა. და იმ ხალხს მე ხო არ მოვაჭრი თავებს და დავაყენებ ხალხს და გინდა თუ არა ეხლა უნდა შევიდეთ მეთქი, შევარდეთ თამარ მეფის აკლდამაში, შევვარდეთ თუ როგორ სამარს ეკადრება ისე შევიდეთ, შევბრძანდეთ. გესმის? აქედან გამომდინარე მეკითხებით ხოლმე რომ რას ვეწევი რა და კონკრეტულად მე არაფერს არ ვეწევი რა. აი თუ გინდათ გაიგოთ რას ვეწევი, ხო? ხანდახან ვეწევი ხოლმე სიგარეტს. აი ხანდახან და თუ გინდა აი აქაც მოვწევ რომ დაინახოთ რომ ვეწევი. აი ვეწევი ხანდახან სიგარეტს. ამ ხელა ზეწოლის ნიადაგზე, რაც ჩემს ცხოვრებაში ამ 4 წლის მანძილზე ხდება და მანამდეც არ არის გასაკვირი რომ ხანდახან შეიძლება სიგარეტიც მოვჭიო ხოლმე, გესმით? აი ახლა არ არის კარგი საქციელი მე რომ თქვენს წინაშე გავაბოლე, მაგრამ სიგარეტის გარდა მე არაფერი არ ვეწევი არაფერს, გესმის? აი როგორ გითხრათ რა? შეიძლება სადღაცა თინეიჯერობაში მომიწევია პლანი. და მე კიდე ერთხელ მომიწევია პლანი, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიკაიფე მე იმ პლანზე. არაფერი არ აქვს იმ პლანს ისეთი, როგორსაც თქვენ წარმოიდგენთ ხოლმე. ჩემთვის ძალიან სუსტია პლანი. პლანზე უფრო მაგარი რაღაცეები მეხსნება. თქვენ გჭირდებათ პლანი. მე არ მჭირდება პლანი. ხანდახან სიგარეტი მჭირდება ხოლმე, რომ ნერვები დავიწყნარო, გესმით? ნერვები, იმიტომ რომ ჩემი ნერვები არის უკვე გადაძაბული. ხო და ბუდის მოვიხდი, რომ აი აგერ თქვენ წინაშე სიგარეტი გავაბოლე რა, ძალიან ცუდი საქციელია ეს. იმასაც გეტყვით, რომ სიგარეტი კლავს და არ არის კარგი. არ არის. მაგრამ აი შენისთანა ადამიანების გამო ხანდახან მიწევს ხოლმე სიგარეტის მოწევაც, იმიტომ რომ ისეთი უაზრო კომენტარები შემომდის, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამის ატანა რა რთულია რა, ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება ამ საკითხს. მართლა გეუბნებით რა. და განსაკუთრებულ სიგარეტს მე არ ვეწევი და რეკლამასაც არ გავუკეთებ, ახლა რომელიც მომხვდება ხოლმე ხანდახან იმას ვეწევი, ჩემ მეუღლეს რომელიც უგდია ხოლმე სახლში, გესმით? ძალიან იშვიათად. ისიც ეხლა დავიწყე, იმიტომ რომ ეხლა უკვე როგორი მომენტია, იცი რომ 60,000 ადამიანს და 60,000 ადამიანის ენერგეტიკას მოდი დადექი და შენ გაუმკლავდი ისე რომ აი ძალიან მაგარი იქნები ჩემსავით მარტო სიგარეტი მოწიო. აი იცი როგორ მაგარი ტიპი იქნები, მადლობას მოგიხდი, ხელს ჩამოგართმევ, გადაგეხვევი და გეტყვი რომ ძმა ხარ თქო რა. მართლა გეუბნები და მე არავის დასაცინად და არავის ასაგდებად მე იმას არ ვაჟღერებ, რასაც კაცობრიობა უკვე 8 საუკუნეზე მეტია ელოდება. რატომ არ ჩანან ის ადამიანები, რომლებმაც ეს წერილი მომცეს?
იმიტომ არ ჩანან მეგობრებო, რომ ეს ადამიანები არიან დაფარულში არიან, გესმით? გამოჩნდებიან ისინიც. როდესაც გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა, პირდაპირ წარგიდგენთ იმ ადამიანებს, რომელი ადამიანების მიერაც მე ეს წერილი მომივიდა. გესმით? და კიდევ ერთხელ გეტყვით რა, ჩემი მისია დასრულებულია. ჩემი მისია, რაც მე მქონდა, დასრულებულია. ეხლა ერთადერთი მე რაც დამრჩენია არის ის, რომ კითხვებზე პასუხები გაგცეთ. გესმით? და კითხვებზე პასუხებს გცემთ. აი მართლა პატივს გცემთ და იმიტომ. არც გეკაიფებით, არც შეურაცხყოფას გაყენებთ. ხომ გაგინეთ. ხომ გწევლეთ. ეხლა პატივს გცემთ. ეხლა უკვე აი სიგარეტის დახმარებით რომ მე ნერვები დავიწყდა, რომ აი ესეთ ხალხს რომ გავიგო რა უნდა საერთოდ ჩემგან რას მერჩის, ხო? კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია თქვენთვის, არაფერი წამირთვია, აბსოლუტურად. არაფერი წამირთვია, არაფერი არ გამომიგლეჯია, არ მითაღლითია. ერთადერთი რასაც ვაკეთებ, რაც მაქვს, იმას გაძლევთ. ცოდნა მაქვს, გაძლევთ. გესმით? არ გააკეთოთ ეს, არ მოწიოთ. სიგარეტი კლავს. არ გააკეთოთ. ცუდი საქციე და ეხლა რასაც ვაკეთებ თქვენ წინაშე, ამასაც გეტყვით. გესმით? და თუ რამე გამიკეთებია, ხო, ჩემი ძალებით, ჩემი რესურსებით, აი პირდაპირ ჩემი თანხებით, ჩემი რესურსებით, არავინ არ მაფინანსებს, ჩემი მეუღლის გარდა, ჩემი მეუღლე რომ თავისი შრომით შრომობს, კაცი პროფესორია, მასწავლებელია, მეცნიერია და მხარში მიდგას, ხო? მხოლოდ მისი რესურსებით მე თქვენ გაწვდით იმ ინფორმაციას, დავდივარ სადაც შემიძლია იქ, საბოლოო ჯამში 800 წლის, 8 საუკუნის დაფარული საკითხი გაგიმჟღავნეთ და რატომ ერჩით? აი მითხარით, ეხლა მე დაგისმოთ კითხვას, რას მერჩით? რატომ გინდათ რომ ჩამქოლოთ? აი რა გინდათ? გავაღეთ აკლდამა და იქ არ დაგხვდათ თამარ მეფის აკლდამა? მე რატომ მთხოვთ რომ მარტო მე გავაღო და მე ვიწვალო რა? მე იცი რას მთხოვთ თქვენ? ყველაფერი შენ გააკეთეო და ჩვენ ფეხი ფეხზე გადავიდებთ აქ. ზოგი ნარკოტიკს მივიღებთ, ზოგი სიგარეტს მოვწევთ, ზოგი პლანს მოვწევთ, ზოგიც სექსით ვიკაიფებთ და შენ იწვალე და შენ გააკეთე და მერე ჩვენ დავჯდებით აი ამ საკითხზე და ვიქეიფებთო, ხო? აი ამას მეუბნებით მე რომ მე ერთმა ადამიანმა გავაკეთო ის, რაც თქვენ 8 საუკუნის განმავლობაში ვერ გააკეთეთ. ვერც თქვენ და ვერც თქვენმა მამამ, ერის მამაც წოდებულმა. ვერ გააკეთეთ. გესმის? ვერ გააკეთეთ. მე იმასაც ვერ დაკვირდებით, რომ მაინც და მაინც მარტო გავხსნი ამას. რანაირად გავხსნი მე მარტო იმ აკლდამას? აი მითხარით რა, მე როგორ დაგიმტკიცოთ, თუ იქ არ მივედით, არ შევედით, არ გავაღეთ და არ ვნახეთ რომ იქ არის. ხო? მე როგორ დაგიმტკიცოთ? მე ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია იმ წერილის მიხედვით, რომელიც წერილიც მოვიდა ჩემამდე, ხო? სულიწმინდის მეშვეობის გარეშე არაფერი არ ხდება, დედამიწაზე ფოთოლიც კი არ ჩამოვარდებაო, წაგიკითხავთ თქვენ სახარებაში, ხო? და თუ ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება სულიწმინდის ნებართვის გარეშე, ჩემთან ეს წერილი როგორ მოვიდოდა, ხო? ანუ სულიწმინდის ნებართვის გარეშე ეს წერილი ჩემთან ხო არ მოვიდოდა? ხო მართალი ვარ, აი დამიწერეთ, რომ ან გიჟი ხარ, ან მართალი ხარ. კი, თამარ მართალი ხარ. რამდენიმე შენს ვიდეოს ვუყურეო და ყველგან ისმისო რომ შვილები მოითხოვენ დედაო. ეს თუ გესმის, ჩემი შვილების ხმა, რატომ არ მიდგა ხარ მხარში? არ გინდა რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და მე ჩემი შვილებისთვის მოვიცალო. ხომ ხედავთ რომ ჩემ შვილებზე წინ თქვენ დაგაყენეთ, ხო? ხალხი დავაყენე, ხალხი საქართველო და ქართველების
ქართველების ბედი დავაყენეთ ჩემ შვილებზე წინ. ხო? ხომ ხედავთ არა? თუ ვერ ხედავთ მაგას. მარტო იმას ხედავთ, რომ ჩემი შვილები მე მთხოვენ, როცა მე თქვენ გელაპარაკებით, დედაო? ჩემ შვილებთან 24 საათის განმავლობაში 2 საათი გამოვაკლოთ, რაც მე თქვენ გესაუბრებით ხოლმე. სულ იმათთან ვარ. გესმით? მე სულ იმათთან ვარ. მე არ დავდივარ სამუშაოზე. არა, როგორც თქვენ და უმრავლესობა ქართველი დედების ძიძებს რო დაუყენებენ ხოლმე თავის შვილებს, არ დამიყენებია ჩემი შვილებისთვის ძიძა. სხვა ადამიანისთვის არ მიმიბარებია ჩემი შვილები, მე თვითონ და ჩემი მეუღლე ვუვლით ჩემ შვილებს. 3 შვილი მყავს. გესმით? მე ვუვლი და ჩემი მეუღლე. არც ერთი ძიძა არ მიმიკარებია ჩემი შვილებისთვის. ზოგჯერ ბებიას ვუტოვებ ხოლმე, კი რაც ალბათ ძალიან ჩვეულებრივი საკითხია, ხო? ამიტომ არ ვიცი რა ვიცი, უმადურები რატო ხართ? ეხლა მე ვეკითხები ჩემ თავს, თუ თქვენ უმადურები ხართ ჩემს წინაშე, ხო? ჩემს მიმართ. მაშინ მეც უნდა მქონდეს სადღაც უმადურობა, ესე იგი ვიღაცის მიმართ. აი, ნახე, რაც შენშია, ის მოდის გარედან. მე ვეკითხები ახლა ჩემ თავს, ვის მიმართ ვიყავი უმადური და რატომ ვიყავი უმადური, რომ აი ეს უმადურება თქვენგან ჩემთან მოდის რა. მე რომ არ ყოფილიყავი უმადური, ან არ ვიყო უმადური, თქვენგან არ წამოვიდო და უმადური და გეტყვი ეხლავე რა. აი მე ზუსტად ვიცი რატომაც მომდის ეს. ერთხელაც, როდესაც მე თამარის სცენარზე ვმუშაობდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე თამარზე, რომ აი ეს მეფე იყო, დედა იყო, 2 შვილის დედა იყო. ასე და საბოლოო ჯამში მის შვილებს მე რაც დაემართათ, ერთხელ განვიკითხე თამარი, რომ მე თქვი, სანამ ის საქართველოს და ქართველ ერს მოუვლიდა, მეთქი, თავის შვილებზე უნდა ეფიქრა თქო. აი ნახესად განვიკითხე მე თამარი და აი როგორ დამიბრუნდა უკან, ხედავთ? მე ვიცი ზუსტადაც რატომ მიბრუნდება ეს, მაგრამ აგერ ახსარება ჩავაბარე ეხლა თქვენ წინაშე, განვიკითხე თამარი. ზუსტად ამ საკითხში განვიკითხე თამარი, თავისი შვილებისთვის მიეხედა მეთქი ჯობდა თქო. ხედავთ, სად დამიბრუნდა ეს უკან? და მე მადლობელი ვარ ამისათვის, ლაშა თუნდაც შენ, ლაშა ხარ თუ რა ქვია, აღარ მახსოვს მოიცედი. შალვა. ხო, შალვა ხარ, ხო? შალვა ვიღაცა ხარ, ხო? ნუ რაღაცა შალვა. შალვა, მადლობელი ვარ შენი, რომ ამ საკითხში ყურადღება მიმაქცევინე. განვიკითხე ვიღაცა? განვიკითხავენ. როგორც განვიკითხე, ისე განვიკითხავენ. მართალი ხარ. აბსოლუტურად გეთანხმები მაგ საკითხში, როგორც განვიხილე თამარი, როგორც განვიკითხე თამარი, ისე განვიკითხავენ. და ყველას ნათქვამს, ნუ გამოყვებიო, რომ მეუბნებით, ყველას ნათქვამს უნდა გამოყვო. იცით რატომ მეგობრებო, ყველა ადამიანი, აი ხლა მე როგორც ვითარებაში მაყენებთ, იცი? ილია მეორეს ყველას რომ ითხრეს რა, რომ ყველას ხო ვერ მიიღებსო რა ილია მეორეო და ილია მეორეს თუ ერის მამა არის, ხო? ყველა უნდა მიიღოს, ვინც მის კართან მოვა. უნდა შეძლოს ეს. და როგორც მე არ მიმიღო ილია მეორემ, აი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კომენტარს დამიწერს აქ, ხო? ცუდს თუ კარგს, ლანძღვას თუ გინებას, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე თუ ამ ადამიანებს დავაიგნორებ, აი ხედავთ, ილია მეორის კართან დამაიგნორეს. ყველა ადამიანი, მე ხომ გითხარით, რომ მე ყველა ვარ მეთქი და თუ მე ჩემი თავის ატანა არ შემიძლია, აბა მაშინ რას გელაპარაკებით თქვენ? ანუ ჩემი თავის ატანა უნდა შემეძლოს. ნახეთ, ყველა კომენტარის ატანა უნდა შემეძლოს. ერთხელ ვკითხე ღმერთს, მე ვთქვი, როგორ შეგიძლია ეს ყველა ადამიანი გიყვარდეს, რომელიც ბოროტებასაც ჩადის და სიკეთესაც ჩადის მეთქი. მასწავლეთკო რა და მასწავლის ღმერთი ამას. აი თქვენი მეშვეობით, ყველა კომენტარის მეშვეობით, ყველა ადამიანის მეშვეობით მასწავლის მე ამას. ღმერთი. კითხვა დავუსვი, კითხვაზე პასუხი მივიღე, გესმის? პასუხები ყოველთვის მოვა. თუ კი კითხვას დასვავ სამყაროსთან და ღმერთთან. ყოველთვის და ყველა კითხვაზე პასუხი მომივიდა თქო, ხო გითხარით არა და ვფიქრობ, რომ ყველა კომენტარში არის რაღაც შეშმარიტება.
და ამ ჭეშმარიტების ატანა უნდა შევძლოთ. ცუდი კომენტარი იქნება ეს, კარგი კომენტარი იქნება ეს, ქება იქნება, დიდება თუ ლანძღვა გინება. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო, ორივე ენერგიაა. თუ ამ ორივე ენერგიის ატანა არ შეგიძლია, შენ ვერ დამიწყებ საუბარს განღმერთობაზე. იმიტომ რომ ღმერთმა ყველა აიტანა. ხედავთ, ჯვრიდან რა თქვა, არიციან რას აიქმან. ნახე როგორ აიტანა. ის ხალხი აიტანა, ვინც მას კლავდა. აიტანა. ამტანი უნდა გახდე, გესმის? ქრისტესავით ამტანი უნდა გახდე და ქრისტესავით ამტანი რო გახდე, ჯვარცმაზე უნდა წახვიდე. ჯვარცმა კიდე რა არის? პირველ რიგში სიტყვიერი შეურაცხყოფა, მერე ფურთხება, მერე ჯვარზე გაკვრა და ტკივილები და ხორციელი ტკივილები თუ სულიერი ტკივილები. ამის ამტანობა თუ არ შეგიძლია, შენ ქრისტეს ვერ დაემსგავსები. ამიტომ ნებისმიერი კომენტარი არის ყურადსაღები, ცუდი თუ კარგი, ლანძღვა თუ გინება, ყველანი მართლები ხართ. თქვენი პერსპექტივიდან გეუბნებით, რომ ყველანი მართლები ხართ. იმიტომ რომ თქვენ ასე ხედავთ რეალობას. და ჩემი პერსპექტივიდან მე გეტყვით ყველას, რომ ყველანი მიხვდებით იმას, რასაც მე მიმახვეთ რა ღმერთმა და რაც მე მიმახვეთ რა ღმერთმა. ადრე თუ გვიან, ყველანი მიხვდებით, ყველანი ჩადგებით ჩემს მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე ქრისტეს გზაზე დავდივარ და თუ ვინმეს ქრისტესთან შეერთება სურს, აუცილებლად დადგება ქრისტეს მდგომარეობაში, აუცილებლად მოხვდება ის ქრისტეს ადგილზე. ან ქრისტეს გზას გაივლის. ქრისტეს გზის გავლის გარეშე ქრისტიანობაზე ლაპარაკი ტყუილია, ცდარია და ილუზიაა. თუ ქრისტეს გინდა დაემსგავსო, ქრისტეს ფეხსაცმელები უნდა ჩაიცვა. სანდალები, ესე ვიტყოდი, ფეხსაცმელები არ ეცვა ქრისტეს. სანდალები უნდა ჩაიცვა, ქრისტეს სანდალები. და ქრისტეს სანდალებს თუ არ ჩაიცმევ, რა თქმა უნდა თქვენ პერსპექტივაზე, ეხლა როგორ პერსპექტივაზეც გახართ, იმ პერსპექტივაზე იდგებით. კი, თქვენი პერსპექტივიდან ყველაფერი ისია, როგორც თქვენ გგონიათ. ნამდვილად. იმიტომ რომ თქვენ არსებობთ. თქვენ გაქვთ კითხვები, თქვენ გაქვთ აბსოლუტური ლეგიტიმაცია იმაზე, რომ თქვენი პერსპექტივები გაგაჩნდეთ. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, რომ რა კითხვაც გაგიჩნდათ. უკაცრავად. რა კითხვაც გაგიჩნდათ ჩემს მიმართ. რა სიძულვილიც გაგიჩნდათ ჩემს მიმართ. რა სიყვარულიც გაგიჩნდათ ჩემს მიმართ, არსებულია. ის არსებულია და ამას ვერ ვუარყოფ ვერც მე და ვერც მამა ზეციერი, იმიტომ რომ თქვენში არის ის პერსპექტივა, ის პოზიცია, ის ენერგია, ის ხედვა, რაც გაგაჩნიათ. უბრალოდ მე ჩემი თხოვნა იქნება თქვენს მიმართ, რომ მე ხომ ჩამოვედი თქვენს პერსპექტივაში, შემოვედი და გაგიგეთ, რომ მესმის, რომ შეიძლება აგრესია გაგიჩნდეს ჩემს მიმართ. მესმის, რომ შეიძლება წარმოუდგენლად მიგაჩნდეს ის, რასაც მე ვლაპარაკობ, მაგრამ ეხლა მე გთხოვთ შენ ნებისმიერს, რომ შენს გაიგე ჩემი პერსპექტივა. შენს დამაკვირდი, შენს ჩამოდი ჩემს მდგომარეობაში თუ ამოდი ჩემს მდგომარეობაში და მიხვდი, რატომ ვაკეთებ ამას. ხვდები? მიხვდი მაგას, უბრალოდ აი მე ჩემი თხოვნაა რა და ძალიან გამახარა, აი მართლა როგორც ძმას, დას, დედას, ბებიას, მამას, ვინც ხართ. გამახარებთ ძალიან და ღმერთსაც გაახარებთ. თუ კი ჩემს პერსპექტივას გაითვალისწინებთ ისე, როგორც მე გავითვალისწინებ თქვენი პერსპექტივა რა. მიუხედავად იმისა, რომ მლანძღეთ, მიუხედავად იმისა, რომ მაგინეთ, მწყევლეთ და მლოცეთ. გავხსენით თამარ მეფის აკლდამა? არ დაგხვდა იქ თამარ მეფის აკლდამა? რატომ ვეძებთ კიდე სხვაგან? გითხარით, სადაც არის. გავხსნათ, ვნახოთ თუ არ დაგხვდება. ეგ სხვა საკითხი იქნება, გესმით? და თუ დაგხვდება იქ და ნამდვილად დაგხვდება, 100%-ით დაგხვდება. მერე ილაპარაკეთ, შეიძლება იქ არის, შეიძლება აქ არის, რა სისულელებს ლაპარაკობ, რა გიჟი ხარ. მერე თქვით ეგ.
ჯერ ხომ არ იცით მე გიჟი ვარ თუ არა. ჯერ ხომ არ გვინახია რაც ვთქვი ის მართალია თუ არა. არ გვინახია. გადავამოწმოთ ერთად და მერე მეც გავიგებ და თქვენც გაიგებთ გიჟი ვარ მართლა თუ არ ვარ გიჟი, გესმის? არ ვიცი. აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო რა, მე მესმის თქვენი პოზიციები. აი, როდესაც ადამიანი არის დეპრესიაში, ხო? იმას რო უთხრა ერთი სიტყვით, რომ კარგი რა, რა დროს დეპრესია გეყოფა, ეხლა ვერ გამოიყვან. ესე ვერ გამოიყვან დეპრესიიდან ადამიანს. იცით როგორ გამოიყვან ადამიანს დეპრესიიდან? რომ მიხვალ და კითხავ. მეგობარო, აბა მითხარი რა გჭირს? არ ლაპარაკობს? არ ჩენი ლაპარაკო, დაჯექი და უბრალოდ იყავი იმის ენერგეტიკაში. და მოიპოვე ნდობა ამ დეპრესიული ადამიანთან, რომ შენ მასთან ხარ. რატომ არის ადამიანი დეპრესიაში, ცით? მიტომ რომ მან პასუხები ვერ მიიღო, იმედგაცრუება აქვს, აღიარება ვერ მიიღო, 1000 გვარი სიყვარული ვერ მიიღო და დეპრესიაში ჩავარდა. თავის სულის მისიას მოწყდა. და როდესაც ადამიანი სხვა მივა და ეთქვის, კარგი რა გეყოფა მაგ მდგომარეობაში, უარეს არ უშვება? შედებილო, შეგიჟო, შენ რასაკეთებ გახარ ვერც შვილებს სული ვერც, ესე ხო ვერ გამოვიყვანთ ადამიანს. თუ დახმარება გვინდა ამ ადამიანის, ამ სიტყვებით ვერ დავეხმარებით. ჩვენ დავეხმარებით ადამიანს იმ სიტყვებით, რომ მომიყევი, აბა მეგობარო, რა ხდება შენთან? რამ ჩაგაგდო ამ დღეში? იქნებ მე დაგეხმარო. გესმით რასაკეთებთ ახლა თქვენ? თქვენ თუ გგონივართ, მე გიჟი, გადარეული, მატყუარა, ეს და ის, ხო? პირველ რიგში გაწმინდეთ თქვენი თავი უნდობლობისგან. თუ გგონიათ, რომ ადამიანი იტყვება, ესე იგი თქვენში ძალიან დიდი რაოდენობით უნდობლობაა კაცობრიობის მიმართ. მეორე რიგში, თუ თქვენ აგრესია გაგიჩნდათ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მე გავაშხერე, ესე იგი თქვენ შიშები გაქვთ ცვლილებების მიმართ. ცვლილებების მიმართ შიშები გაქვთ. მოიხსენით ეს შიშები. მოდის ერა, სადაც შიში ვეღარ ბატონობს. აქამდე ბატოობდა შიში. ეხლა მოდის ერა, რომ შიში აღარ გვინდა. ვიღაცამ დაწერა, რომ თამარ მეფის აკლამა რომ გაიხსნასო, ჩვენს მომავალს რამე მაინც დაუტოვოთო, ისეთიო, რაც გვაქო. და თავის თავზე კი აღარ ფიქრობს ეს ადამიანი, რომელიც 800 წლის განმავლობაში ელოდება კაცობრიობა თამარ მეფის გახსნა და ჩვენს მომავალზე დავიწყოთ ფიქრი, ჩვენც ხო მომავალი ვართ ვიღაცის. და ჩვენ მოგვეცა ეს ინფორმაცია და რატომ არ გავხსნათ? მე რა წაიღებენო თამარსაცო ისე იმას უზავენ, აღარ არის შიში, თამარს ვერ ამოიყვანენ იქიდან. ეს ადგილი აკლდამა, სადაც არის იქიდან ვერც გამოიყვანენ და ვერც ამოიყვანენ. იქ უნდა ჩახვიდე თითოეული ნებისმიერი პირი, რომელსაც თამარ მეფესთან მიბრძანება მოუნდება, ხო? უნდა ჩავიდეს მიწის ქვეშ. და იქ იხილოს, იმას ვერ ამოიყვანენ. თამარ მეფეს იქიდან ძრას ვერ უზავენ. ეს არის უნივერსალური შუაგული. ეს არის უნის შუაგული. იქ უნდა მივიდეს ყველა. იქ უნდა მიდგას ფეხი, რატომ აირჩია თამარმა ეს ადგილი? ძალიან გენიალურად აირჩია ეს ადგილი. საიდანაც წამოვიდა ყოველი, იქ უნდა მივიდეს ყველა. კალმახის საკითხია. კალმახი, როდესაც ქვირიც დებს, იქ მიდის, საიდანაც წამოვიდა. გესმის? აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კაცობრიობა საქართველოდან რო წავიდა, ისევ საქართველოში უნდა მივიდეს. რომ იხილოს სულიწმინდა. იხილოს საოცრება, იხილოს რაღაცა სასწაული. გესმით? ამიტომ ამბობ, უშგულში სრულიად კაცობრიობა, ვისაც სულიწმინდის ნახვა უნდა, ყველა იქ მიადგავს ფეხს და მიწის ქვეშ ჩავა თამარ მეფის სანახავად. თამარს იქიდან ვერ ამოიყვანენ, ვერსად ვერ წაიყვანენ და ძვრას ვერ უზავენ. მე გპირდები თამარს. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იმაში, თამარმა როგორც დაგეგმა, როგორც მოაწყო და როგორც გააკეთა, ძალიან გონივრულად გააკეთა. ბიძინა გახსნიდა და გაძერს, ეგრე ადვილი რო იყოს, ლევან.
ვიძინა გაძარცვავდა უკვე აქამდე აკლდამას და გააღებდაო და აბა საიდან იშოვნიდა მილიონერი. ეგრე ადვილი რო იყოს გააკეთებდნენ აქამდე, მაგრამ ვერ გააკეთეს. ეცადნენ 4-ჯერ იყვნენ მისული, თვით ილია მეორე 4-ჯერ იყო მისული ამ ეკლესიაში და უშიშროება კიდე რამდენჯერმე და რაც იქ ზედაპირულად იყო, ის წამოიღეს, გაძარცვეს. ხმალი იმას აჩუქეს, ქოშები იმას აჩუქეს თამარის და მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ თამარ მეფეს ძალიან თამარ მეფის არსი რომ გაიცნოთ თქვენ, თამარ მეფის არსი მიხვდებით იმას, რომ ეს ქალბატონი მარტო წარსულს კი არ იცნობდა და თავის აწყბოს, მომავალსაც იცნობდა. ამიტომ ძალიან გონივრულად მოქმედებდა და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ სვანები ერთი წამითაც არ ცდებოდნენ იმაში, რომ თამარს აღიქვამდნენ სული წმინდის იპოსტაზად. აი, ერთი წვეთითაც არ ცდებოდნენ რა, მართლები იყვნენ და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ეს სამყარო ჩვენსადაც ვართ. ამის ბატონ პატრონი არის სვანი, შვა. და იშვა აქედან მოდის სიტყვა იშვა და ქრისტე იყო ვინ ის რომელიც იშვა. შვან. გესმით? ვინ უნდა შვან? ქრისტე უნდა შვან. იმიტომ რომ იშვა პირდაპირ სიტყვაში დევს ლაზარე გვიმხელს რომ ქრისტე იყო სვანი. შვან. გესმით? სიტყვის არსის გესმით? სალომე წერს თამარ საჯაროდ თქმა უნდა შეიძლება. თქმა თუ შეიძლება მეტი რომ გავიგოთ წერილის შესახებ, როდისაა დაწერილი ან რომელი ანბანით. აი ნახე, ეხლა როგორ მდგომარეობაში მაყენებთ, იცი? ესეთ მდგომარეობაში მაყენებთ უკაცრავად, რომ ქრისტემ რომ უნდა დაიწყოს მტკიცება მართლა ცოცხალია თუ არა ლაზარე რა. როცა მიდის და ეუბნება რომ გამოიყვანეთ ლაზარე, გადააგორეთ ლოდი და ლაზარი არის ცოცხალი. და აქ რო დაიწყებენ ზოგი მართა და ზოგი მარიამი, რომ არა მკვდარია უკვე 800 წლის მკვდარია, 4 დღის მკვდარია და ყარს და ასე შემდეგ რა. და ვიღაცამ რო დაუწყოს, აბა მართალია, მაშინ შენ თვითონ გადააგორე ლოდი და გამოიყვანე შენ თვითონ ლაზარი და მერე ვნახავ. აი ესეთ მდგომარეობაში მაყენებთ, რომ ეს წერილი სად დაიწერა, როდის დაიწერა და რა ენაზე დაიწერა. ამას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე რომ გავაღოთ ის აქტამა და შევიდეთ და ვნახოთ თამარ მეფე რა. მე არ ვიცი, ამას თუ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, მაშინ თამარ მეფის აქტების გახსნა არ მოხდება. არ მოხდება და შეო. თუ ვინმე უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მკვდარს, ცოცხალი ვერ იქნება. აი მაგალითად რატო გეუბნებით, იცით? ბერი გაბრიელი თავის დროზე, როდესაც წმინდანი იყო, არავინ არ უყურებდა მის სიტყვას და გიჟაცვლიდნენ. და როდესაც გარდაიცვალა, მერე გახდა წმინდანი. რატო იცი გარდაიცვალა და ის უკვე გარდაცვლილია. მისი ძალაუფლება მატერიალურში ილია მეორის აღარ შეებრძოლებოდა. ამიტომ ილია მეორე მის გააკეთა, ჯერ რო გარდაიცვალა, მერე აღიარა. და როდეს სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ, რომ სანამ იმ საკითხს ცოცხალ სიტყვას პატივს ავცემთ ვიდრე მკვდარს, მკვდარია როცა დაიწერება რაღაცა, გესმით? როცა დაიწერება, ის უკვე მკვდარია. როცა სიტყვიერად საუბრობ, ის ცოცხალია. შენ სანამ ცოცხალ მკვდარ სიტყვას უფრო დიდ პატივს ვცემ ვიდრე მკვდარს, მკვდრები არ აღდგებიან. და თამარ მეფის აკლდამის გახსნა არის აღდგომა. აღდგომასთან გვაქვს. ბოლო ჟამს ხო უნდა აღდგეს ყველა, ხო და მკვდრები უნდა აღდგნენ. მკვდრები ვინ არიან? ვინც მკვდარს უფრო მეტ პატივს ვცემს, ვიდრე ცოცხალს. ვინც მკვდარ სიტყვას უფრო პატივს ვცემს, ვიდრე ცოცხალს. აქედან გამომდინარე, სანამ ცოცხალს ვერ დაინახავთ,
მკვდარი არ აღდგება. მე ეს ვთქვი, როგორც გინდათ ისე გაიგეთ რა. აი მართლა გეუბნებით, ცოცხალს სანამ პატივს არ სცემთ, აწმყოს სანამ პატივს არ სცემთ, მკვდრები არ აღდგებიან. მაშასადამე თამარ მეფის აკლდამის გახსნაც მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც მკვდრები აღდგებიან. ხო და რა ვიცი, აგერ მკვდრებმა მკვდრები დამარხონო, ქრისტე ეუბნება, ერთ-ერთს რომელიც ეუბნება, რომ ჯერ ჩემი მამა უნდა დავმარხო და მერე გამოყვებიო. და აგერ რამდენიც გინდა იმდენი მკვდარი ვნახე უკვე. ერთმა მითხრა, რომ შენ გახსენი და მერე დავიჯერებო, მეორე მითხრა, რომ ჯერის წერილი მაჩვენე და მერე დავიჯერებო, მესამე მითხრა, რომ ჯერ არ გახსნილა და იქნებ სხვაგან არისო, მეოთხე მითხრა, რომ წადი შენ შვილებს მომავალ, მკვდრებმა მკვდრები საზრდოვონ. მე ცოცხალი ვარ და ცოცხლად გეუბნებით, სადაც არის და სანამ ცოცხალი ვარ, გეუბნებით და შემიძლია გაჩვენოთ. თუ ნება უფლისა მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად 100% ჭეშმარიტი სიტყვის ამ წავს მე უფლისა და უფლისნება იყო ის წერილი, რომ ჩემამდე მოვიდა და უფლისნება იყო ის საოცრებები, რაც მე ღმერთმა გამომატარა ამ 4 წლის განმავლობაში, რაც მე ილია მეორესთან მიმიყვანა. და ილია მეორესთან ჩემი მისვლა რატომ არის საჭირო, იცით? იცით, რატომ არის საჭირო? ილია მეორესთან მისვლას არაფერი არ უნდა. შემიძლია მივიდე რომელიღაცა მეუფესთან, საქმეები ჩავაწყო და მიმიყვანო ილიასთან. პრობლემა არ არის, რამდენსაც გინდა იმდენ მეუფეს ვიცნობ. ილია მეორესთან შემიძლია ქურდული სამყაროთი მივიდე, იმათაც ვიცნობ. ილია მეორესთან შემიძლია ძალისხმევით მივიდე, აჯანყებით მივიდე, მაგის მცდელობაც ჰქონდა სისამაიას ჩემს მიმართ. ყველაფერი შემიძლია გამოვიყენო, მაგრამ არა ხალხო. ილია მეორესთან მე მინდა სული წმინდის სახელით მივიდე და სული წმინდა როგორ მოქმედებს? ყოველი ადამიანი სრულ არს. ის ადამიანები, რომლებიც მე დამპირდებია, რომ მე შეგიყვან იმასთან, ყოველი ადამიანი სრულ არსო მეუბნება მე ფსალმუნი ერთ-ერთი, ხო? დავითის პირით. მაშასადამე თუ კი მე შემიძლია მივიდე ილია მეორესთან, მხოლოდ ჩემი ძალებით, სული წმინდის დახმარებით. ამით მინდა რომ მივიდე. არ სხვა გზა არ არსებობს ილია მეორესთან მისასვლელი ჩემი. არსებობს უამრავი გზა, მაგრამ სული წმინდა მე მეუბნება და მასწავლის, რომ ნუ რავი ნუ დაგჭირდება, პირდაპირ მიდი. პირდაპირ მიდი, გესმის? ჩემი სახელით მიდი პირდაპირ. და ხედავთ აგერ, რომ სული წმინდასა და ილიას შორის ძალიან დიდი ჭიშკარი დგას. ამ ჭიშკარს 9-თავიანი დაცვა ყავს, დევი. და აი ეს დევი, მეგობრებო, ჩვენ ზღაპრებში, როგორ უნდა დაეჭრას თავი ამ დევს, გმირები არსებობენ, არსებობს ამირანი, არსებობს წმინდა გიორგი, არსებობს ვინები აჭრიან კიდე გმირებს. არსებობს პრინცი, ვიღაცა პრინცი, რომელიც ის პრინცესა და პრინცის საკითხი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არის სხვადასხვა გმირები არსებობენ, გესმით? 9-თავიან დევს როგორ უნდა მოეჭრას ეს 9 თავი, რომ მივიდეს სიტყვა კლდესთან და გააპოს. ალიბაბა და 40 ყაჩაღიო ხო? თუ რაღაც ესე არის ყაჩაღი, თუ 40 ჯარისკაცი. ალიბაბამ სიტყვა უნდა თქვას სეზამ öffne-dich თუ რაღაცა ესეთი. ვიღაცამ 9-თავიანი დევი უნდა დაამარცხოს, ვიღაცამ ურჩხული უნდა დაამარცხოს და ასე. და აგერ ქალბატონმა მოგწერა ჩვენ ვეფხისტყაოსანი რას გვეუბნება, რა უნდა მოხდესო, ხო? და მოდი ახლა წავიკითხოთ რა. მშვიდობა ქალბატონო თამარ, ის რაც თქვენ ბრძანებთ,
ის რაც თქვენ ბრძანებთ თამარზე მართლაც სანუკვარი და წარმოუდგენელი ამბავია. ჩემი აზრით ამ ამბავს ვეფხისტყაოსანის თვალით უნდა შევხედოთ. ანუ ვინაა თამარი სხვა თუ არა ნესტანი და შესაბამისად მისი მხსნელი ფატმანის, ფრიდონისა და ავთანდილის დახმარებით არის ტარიელი. ფატმანი იმიტომ რომ მან მიასწავლა გზა თამარისა ავთანდილს. ავთანდილი იმიტომ რომ მან ამცნო ეს ამბავი ტარიელს და ფრიდონი იმიტომ რომ დავამატოთ მან გაიყვანა ავთანდილი ზღვათა სამეფოში ფატმანთან. ანუ გამოდის რომ ვეფხისტყაოსანის მიხედვით ნებისმიერი სხვა მცდელობა ნესტანის გამოხსნისა უშედეგო თუ ეს ჩამონათვალი ფატმანი, ფრიდონი, ავთანდილი, ტარიელი არ შედგა. უშედეგოაო, გესმით? მოგეხსენებათ ვეფხისტყაოსანი ქართველთა ბიბლიაა, რომელიც ბოლოჟამს იხსნება და როდისღა თუ არა ეხლა, როცა ჟამი მოწეულია. თუ ეს ასია და არა სხვაგვარად, მოვლენების განვითარებას უნდა ველოდეთ 11 ოქტომბრიდანო. ქალბატონი წერს ამას, რომელსაც იმ დღიდან, როცა ტარიელი და ავთანდილი დაიწყებენ 40 კარის შეხსნასა, რაც 41 დღეს თამარის დახსნით სრულდება. ეს ჩემი მოსაზრებაა, ქალბატონო თამარ, რასაც სრულიად ვერ დავწერდი თქვენ გაზიარებებში და თუ გექნებათ კითხვები შემეხმიანეთო და მე მადლობა მოუხადე ამ ქალბატონს, სულიკო ქვია, ჭეშმარიტებას ბრძანებთ. მეთქი ვუთხარი, რადგან როდესაც მე ეს წერილი წავიკითხე, მთელს ტანში ჟუანტელმა დამიარა და რადგანაც იქიდან გამომდინარე რომ ვიცნობ მე სხეულის ენას, როდესაც ჟუანტელი გივლის, მთელს ტანში მთელი შენი წარმომადგენლობა უჯრედების რისგანაც შედგები ზეიმობენ, რადგან ესმით სიმართლე და ჭეშმარიტება, გესმით? სხვაგვარად ჟუანტელი არ მოდის. ჟუანტელს სხვაგვარად ეკლესიის ენაზე მადლს უწოდებენ, მადლის შემოსვლას, როდესაც ადამიანში შედის სიხარული. და მთელი უჯრედების წარმომადგენლობა, რომლისგანაც შენ ფიზიკურ სამყაროში არსებობ, შედგები ზეიმობს და ჭეშმარიტებას ისმენს. და მან ქვეცნობიერში უკეთესად იცის ჭეშმარიტება რა არის. წავედი მეგობრებო, მე ახლა გისურვებთ გაცოცხლებას რა, სრულიად კაცობრიობას, სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ვთხოვ უფალს, სულიწმინდას, რომ შეაძლებინოს გაცოცხლება. ამინ, ამენით იესო ქრისტე, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.